მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას თავისუფალი ეთერი. ჩვენი დღევანდელი თემა იქნება სტუდენტთა დასაქმება ევროპაში. ამ თემასთან სასაუბრო ჩვენ მოვიწვიეს სტუმრად ევროპის იურისტ და სტუდენტთა ასოციაციას საქართველოში პრეზიდენტი ბატონი ზურაბ ბეჟაშვილი, ელსას ვიცე-პრეზიდენტი მარიამ კვერნაძე, ელსას დირექტორი საერთაშორისო ფოკუს პროგრამებში თამთა შუგლიაშვილი და ასევე ვიცე-პრეზიდენტი მარკეტინგის სფეროში ირაკლი ქარქაშაძე. მოგესალმებით, მადლობას გიხდით სტუდიაში მოგზაურობისთვის. ალბათ დღევანდელი ჩვენი გადაცემა ძალიან საინტერესო იქნება. ელსა როგორც სტუდენტური ორგანიზაცია, რას საქმიანობს სტუდენტურ განათლების სფეროში, ანუ რას თავაზობს სტუდენტებს ელსას პროგრამა? მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებლებს. პირველ რიგში ვიტყვი რა არის ელსა. ელსა ეს არის ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია, რომელსაც ყავს წარმომადგენლობა ევროპის ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც და ჩვენ სწორედ ელსა საქართველო ვახორციელებთ იმ პროექტებს, იმ მიზნებს, რომელსაც დაისახა ელსა საერთაშორისო გამგეობამ. ელსა საქმიანობს სამ დონეზე, ეს არის ელსა ინტერნეშნალი, რომელიც ჩვენი სათავეში მდებარეობს ბრიუსელში. შემდეგ არის national დონები, ანუ ქვეყნის დონეები, ელსა საქართველო, ელსა გერმანია, ელსა იტალია და შემდეგ და ჩვენი სულ წარმომადგენლები ყავს ყველა ქალაქში, ეს არის თბილისი, ქუთაისი და მუშაობთ ბათუმის წარმომადგენლობის გახსნაზეც. რაც შეეხება ჩვენ ჩართულობას უშუალოდ სტუდენტურ ცხოვრებაში, ჩვენ ვახორციელებთ ძალიან ბევრ პროექტს სხვადასხვა მიმართულებით, როგორც მოგეხსენებათ, ყველა უნივერსიტეტი ასე თუ ისე სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტებს, ამიტომ ჩვენი მიმართულება არის ამ ყველა უნივერსიტეტის სტუდენტის ერთიანი ჩართვა, ერთიან პროექტებში მოქცევა და ჩვენ ახორციელებთ სხვადასხვა დონის, სხვადასხვა მასშტაბურ პროექტებს, მაგალითად იმიტირებულ პროცესებს, დებატების ჩემპიონატებს, სამართლის სკოლებს, მიმართულებებს, სადაც ყველა უნივერსიტეტის სტუდენტს აქვს თანაბარი ჩართულობის შესაძლებლობა და მინდა ხაზი გაუსვა, რომ მხოლოდ იურიდიულ ფაკულტეტის სტუდენტებს მოვიცავთ ჩვენ, რადგან ჩვენ ვართ იურისტ სტუდენტთა ასოციაცია. ძალიან კარგი. მე მინდა რომ მარიამს დავუსვა კითხვა. მე მაინტერესებს კერძოდ რა პროექტებს ახორციელებს, ანუ თუ შეგიძლიათ რომ ზუსტად გავუსვათ ხაზი, კი ისაუბრა ბატონმა ზურაბმა, მაგრამ თუ შეგიძლიათ ანუ ზუსტად გავუსვათ ხაზი და მე მაინტერესებს ასევე თუ საქართველოს ფარგლებში არის მარტო თუ საზღვარგარეთაც ახორციელებთ იმ პროექტებს, რაც მარტო ანუ რაც საქართველოში გექნება კიდე. მოგახსენებთ პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ მოწვევისათვის გადაცემაში. რაც შეეხება ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციას, ელსა საქართველოს, მის მიერ განხორციელებული პროექტები მართლაც არის მრავალფეროვანი და მრავალგვარი. Შეგვიძლია ჩამოვთვალო, რომ ელსა საქართველო ახორციელებს სხვადასხვა სახის პროექტებს, სამართლის სკოლებს, სემინარებს, დისკუსიებს, საჯარო ლექციებს, ასევე იმიტირებულ პროცესებს, სამართლებრივ კვლევებსა თუ სხვა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტები არ ხორციელდება მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, არამედ ელსა როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია და მისი სხვა ლოკალური და ნაციონალური ჯგუფები სხვა ევროპის სხვა ქვეყნებში გვთავაზობენ იგივე სახის პროექტებს, როგორც თავიანთ ქვეყნებში და საერთაშორისო დონეზე. შესაბამისად, მათში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ასევე ქართველ სტუდენტებს, უფრო დაწვრილებით ამაზე ალბათ უფრო შემდეგ ვისაუბრებთ. ძალიან კარგი, მე მინდა კითხვით გადმოვიდე ახლა თქვენთან. სტუდენტები რა სახის პროექტებით უფრო ინტერესდებიან და რა სახის პროექტებზე უფრო არის მეტად შემოთავაზება და თქვენ რას თავაზობთ სტუდენტებს უფრო ხშირად? მოგესალმებით, პირველ რიგში მინდა აღნიშნო, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ორგანიზაცია ძირითადად ორიენტირებულია იმაზე, რომ სამართლებრივ და საერთაშორისო კუთხით განვითაროს ახალგაზრდა იურისტებს ცოდნა. აქედან გამომდინარე ორიენტირებული ესეთ პროექტებზე, რომლებიც არ არის შემოთავაზებული უნივერსიტეტის სასწავლო დისციპლინებით. მაგალითად, შემიძლია ჩამოვთვალო ესეთი პროექტები, უკანასკნელი ბოლო დროს განხორციელებული ესეთი პროექტები, როგორც იყო ადამიანის უფლებები და ქართული კულტურა, ასევე სამშენებლო სამართალი, ასევე იყო ბიზნეს სამართალი. მინდა ბიზნეს სამართალი და მინდა განსაკუთრებით აღნიშნო, რომ ეს პროექტები არის იმიტომ მნიშვნელოვანი, რომ სტუდენტები ეცნობიან ისეთ საკითხებს, რომლებიც არ არის უფრო შემოთავაზებული უნივერსიტეტებში და არ ისწავლება სასწავლო დისციპლინებით. ამის გარდა ჩვენ გვაქვს ბრენდ პროექტები, როგორც იყო განხორციელებული ფსიქოლოგია უნივერსიტეტისთვის, რომელიც განხორციელდა იუსტიციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით, იუსტიციის სასწავლო ცენტრში და ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო იქიდან გამომდინარე, რომ განიხილებოდა ფსიქოლოგიის ესეთ საკითხები, რომლებიც იურისტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამას გარდა მინდა აღნიშნო, რომ ჩვენი ორგანიზაცია ორიენტირებული ისეთ საკითხებზე პროექტების განხორციელებით, რომელიც აქტუალურია იმ დროისათვის, მაგალითად ასეთი პროექტი იყო აბორტთან დაკავშირებული განხორციელებული პროექტი, ასეთი იყო აბორტის მკვლელობა თუ არჩევანი და ეს პროექტი ორმაგად მნიშვნელოვანი იყო
იქიდან გამომდინარე წარმოადგენდა საერთაშორისო ფოკუს პროგრამას და ამ საერთაშორისო ფოკუს პროგრამაზეც ორი სიტყვით აღნიშნავ, რომ საერთაშორისო ფოკუს პროგრამა ეს არის ესეთი პროექტი, რომელიც სტარტდება სრულიად ელსას მასშტაბით, ანუ ამ თემატიკას, რომელ თემატიკას განხორციელებული პროექტები ირჩევს ელსას საერთაშორისო საბჭოს ხდომაზე და შესაბამისად ირჩევა ისეთი საკითხი, რომელიც ევროპის მასშტაბით არის აქტუალური და ტარდება ელსას როგორც ლოკალურ, ასე ეროვნულ, ასე ლოკალურ დონეზე ეს პროექტები და შესაბამისად ძალიან აქტუალურია. მინდა აღნიშნო კიდევ ერთ დავამატრებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით აქტუალურია ისაც, რომ სტუდენტების განსაკუთრებული ჩართულობა შეიმჩნევა, მაგალითად ფსიქოლოგია იურისტებისთვის მე უკვე აღნიშნა ეს პროექტი, დაახლოებით 500-მდე აპლიკაცია იყო შემოსული და სამწუხაროდ ანუ ამდენი საშუალება არ არის და 20 სტუდენტი იქნა აქედან არჩეული. ძალიან კარგი. მე მინდა მარიამთან გადავიდე ახლა კითხვით. ვინაიდან საერთაშორისო ორგანიზაციას წარმოადგენთ, რა განაცხადს გააკეთებდით საერთაშორისო აქტივობებზე? მოგეხსენებთ, ძალიან მნიშვნელოვანია ქართული სტუდენტებისთვის გავხსნათ ეს თქვა გზა ევროპისაკენ და თამაშ შემდეგ გამოცხადა, რომ რაცა საქართველოს სტუდენტურ არასამთავრობო დონეზე ამას წარმატებით ახორციელებს. მაგალითად მინდა გავხსენო ჯერ ჩამოთვლით სწორედ პროექტის ტიპებს და შემდეგ ბოლოს განხორციელებულ პროექტის სახეებს გავხსენებ. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ისევე როგორც საქართველოს მასშტაბით ტარდება კონფერენციები, სემინარები თუ სამართლის სკოლები, ასევე ვაკეთებს ამაზე ევროპის სხვა ქვეყნებში ისელსაც წარმომადგენლობები, როგორც უკვე აღნიშნე, მაგალითად შემიძლია გავხსენო ბოლო დროს განხორციელებული პროექტი ვენაში მედიაციის შესახებ დავის ავტორიტეტის დაწყების გზებზე, რომელიც ყოველწლიურია და ეხაც იგეგმება აგვისტოში მისი განხორციელება, ასევე არბიტრაჟის შესახებ, დიზაინის სამართლის შესახებ კოპენჰაგენში და ასე შემდეგ. ამ პროექტებში მონაწილეობის მიღება ქართველ ელსელებს, ანუ ელსას წევრებს აქვთ ძალიან შეღავათიანი ფასებითა და პირობებით მონაწილეობის შესაძლებლობა, შესაბამისად ელსას როლი ამ კუთხით არის ორმაგად მნიშვნელოვანი. ასევე შემიძლია გავიხსენო სასწავლო ვიზიტები, რომელიც წარმოადგენს ელსას კონკრეტულ ერთ-ერთ მიმართულებას. სასწავლო ვიზიტების ფარგლებში, როგორც ევროპელი სტუდენტები სტუმრობენ საქართველოს, ასევე ქართული სტუდენტებსაც აქვთ შესაძლებლობა, რომ ეწვინონ ევროპას, გაიცნონ სამართლის სხვადასხვა დარგებს, თუმცა ასევე დაკავდნენ კულტურული ღონისძიებებითა და აქტივობებით და გაიცნონ თავად მასპინძელი ქვეყნის კულტურას. ასეთი შემიძლია გავხსენო ბოლოდროინდელი ვიზიტი პორტუგალიაში, სადაც დაახლოებით 15 ქართული სტუდენტი ეწვია ელსა პორტუგალიას და ორმხრივი სასწავლო ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც ვილნიუსელი ელსელები ჩამოვიდნენ ჩვენთან და ასევე პირიქით ვილნიუსში გამგზავრნენ ქართული სტუდენტები. მინდა გავხსენო ისიც, რომ ვილნიუსის ვიზიტი, ასე ვთქვათ, იყო ძალიან მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანი ჩვენთან, ვინაიდან ვეცადეთ, რომ საერთაშორისო ღონისძიებებით აქვე გაგვემდიდრებინა ეს ვიზიტი და შევთავაზეთ მათ ღონისძიება ქალთა უფლებებზე, რომელიც გაერესთან თანამშრომლობით ჩატარდა. სხვა საერთაშორისო ღონისძიებებზე დაამატებს ზუკა, რომელიც ძალიან ნაკლები მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. დიახ, რა თქმა უნდა, მეკითხა და დაასწრო ჩვენმა სტუმარმა, თუ შეგიძლიათ დაამატოთ ინფორმაცია. ელსა საერთაშორისო დონეზე არის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები, როგორც არის მაგალითად საერთაშორისო საბჭოს კრება, როდესაც ყველა ქვეყნის ელსას წარმომადგენლები იკრიბებიან ერთ სასტუმროში და განსაზღვრავენ სტუდენტურ პოლიტიკას, თუ რა მიმართულებით განხორციელდეს პროექტები ევროპის მასშტაბით. რა უფრო დაინტერესებს სტუდენტებს, თუ როგორ უნდა ჩაერთოს. ერთი წლის წინ ზუსტად ნოემბერში ჩატარდა ბათუმში საერთაშორისო საბჭოს კრება, როდესაც 350 სტუდენტი ეწვია საქართველოს და ამის შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ კიდევ აქტიურები დავრჩენილიყავით საერთაშორისო დონეზე და უკვე ჩვენ გავიმარჯვეთ საერთაშორისო პრეზიდენტების სამიტის მასპინძლობაში და აგვისტოში 28 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით ელსა უმასპინძლებთ საერთაშორისო პრეზიდენტების სამიტს, სადაც 42 ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოვა საქართველოში და ერთიანად შეიმუშავებენ მომდევნო ერთი წლის განხორციელებულ პროექტებს, იმ პროექტებს, რომელიც მნიშვნელოვანი არის სტუდენტთა კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით. ძალიან დიდი მადლობა. მე მინდა ბატონო ირაკლი თქვენთან გადმოვიდე კითხვით, როცა ამ პროექტებს ანხორციელებთ და ახალგაზრდებს უშვებთ სტაჟირებაზე საზღვარგარეთ. ეს სტაჟირებები დაახლოებით რამდენ ხანს გრძელდება? ანუ კურსი მთლიანად რო ჩატარდეს, რა არის ეს დრო? გამარჯობათ, მე ვისაუბრეთ, დიდი მადლობა მოწვევისთვის. Ჩეხებთ შეკითხვას ცოტა სხვანაირად არის აქ ჩვენ ეს სტუდენტების სტრუქტურას მოყვები და შემდეგ აქცენტურა. კი ბატონო. ასოც 42 ქვეყნის გამგეობა, ანუ 42 ქვეყნის წარმომადგენლობა
თავიანთ ქვეყნებში ეძებენ დამსაქმებლებს, რომელთა და შემდეგ თავაზობენ ჩვენ საერთაშორისო გამგეობას, ისინი ამზადებენ საინფორმაციო ბროშურას და წელიწადში ორჯერ ელსას წევრებს, ხოლო ელსას წევრებს ხაზგასასმელია იგზავნიან ამ საინფორმაციო ბროშურას. შესაბამისად კონკურენცია მხოლოდ ელსას წევრებს შიგნით არის. შემდეგ დამსაქმებლები როგორც წესი არის ხოლმე ერთი თვიდან ზემოთ შეიძლება ყოფილა შემთხვევებსაც იყო 1 წლიანიც და 2 წლიანიც, მაგრამ სტანდარტი როგორც წესი არის 6 თვე. ეს რა თქმა უნდა არის ანაზღაურებადი სტაჟირებები, ისინი ცნობიან ადგილზე იმ სტრუქტურის თუ ორგანიზაციის თუ იურიდიული ფირმის მუშაობას და ჩართულებიან აბსოლუტურად იმ მე მინდა გითხრათ ესეთი რამ, რა გარანტიას აძლევთ იმ სტუდენტებს, რომლებიც მიდიან სტაჟირებაზე, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ ისინი იშოვიან სამსახურში პროფესიით, რაზეც გაიარეს სტაჟირება? გარანტიებზე საუბარი ცოტა რთული ალბათ, მაგრამ ჩვენებიდან გარანტია ის არის, რომ ისინი გვინდოდიან ძალიან დიდი გამოცდილებით საქართველოში, რასაც ქვია, მაგალითად ჩვენ საქართველოსთან უკვე გავგზავნეთ 5 სტუდენტი, მათ შორის 2 გერმანიაში, 1 ბელგიაში, 1 პროფესორი საფრანგეთში და 1 იყო ბულგარეთში და ისინი ჯერ კიდევ გადიან სტაჟირებებს, მართლაც 6 თვიანი კურსები არის, 6 თვიანი პრაქტიკა და შესაბამისად გაფორმებული სინდრომის დაბრუნებიდან ექნება უდიდესი გამოცდილება და თუ შეიძლება დავამატებ, რომ გარდა იმისა, რომ ჩვენ სტუდენტებს უშვებთ, ჩვენ ამაზე დამატებით პასუხისმგებლობასაც ვუწევთ, კერძოდ. მაგალითად, ძალიან მნიშვნელოვანი ვაკანსია იყოს მე 1500 ფუნტიანი ანაზღაურებით თვეში, რაც განსხვავდება ქართული სტაჟირებით გაგების პროგრამისაგან, იმიტომ რომ ქართული გაგების სტაჟირება არის, როცა უფასო მუშახელს იღებენ ასე ვთქვათ სამუშაოზე და შემდეგ ათავისუფლებენ. ანუ ჩვენ სტაჟირებს უგულოს ანაზღაურებას, 1500 ფუნტი ევრო, 100 ევრო, 300 ევრო საშუალოდ ეს მნიშვნელოვანია და ასევე ჩვენ სტუდენტი რომ სტუდენტებს უფრო სტიმულსაც მისცემს, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა და ამის შემდეგ ჩვენ სტუდენტებს უშვებთ, მას არ უშვებთ მხოლოდ დამსაქმებლის ამარა. იქ ადგილობრივ ელსას ლოკალური ჯგუფი, რომელსაც ეს ვაკანსია მოიპოვა, ხდება მას და მაქსიმალურად უზრუნველყოფს მის ჩართულობას, მის სოციალიზაციას, ხელს უწყობს გადაადგილებაში, საზოგადოების შეჩევაში, ქალაქის შეჩევაში და კულტურულ ღონისძიებების ჩართვაში. ანუ ის ადამიანი მარტო არჩევენ ქვეყანაში, სადაც ის მიდის. ამიტომ ხდება ერთი დიდი ელსას ოჯახი, რომელიც მას მასპინძლობს. ანუ თქვენ როცა უშვებთ სტაჟირებაზე, ყველაფერს უზრუნველყოფილები არიან, ხო? სტუდენტები საცხოვრებელი ადგილითა და პროდუქტებით. არის კონკრეტული ვაკანსიები, სადაც კონკრეტულად არის დეტალები ჩამოთვლილი. მაგალითად, ზოგ ვაკანსიაზე მითითებული არის დამსაქმებლის მიერ, რომ უზრუნველყოფილია როგორც კვებისა და ცხოვრების ხარჯები, ისე ნებისმიერ სხვა ხარჯები. ზოგზე არის, რომ მხოლოდ თვიურ ანაზღაურებას იღებენ, მაგრამ იქაურული ელსას ჩვენი წარმოადგენლობა ეხმარება იმ ხელფასის ყოლობაზე, იმ საცხოვრებელი ადგილის მოძებნაში, რომ მას დამატებით ზრუნვა არ მოუწევს. იქ ახვედრებენ ხელფასიან ანაზღაურებას, იქ ახვედრებენ ასე ვთქვათ საცხოვრებელს, სადაც ცხოვრობს და მხოლოდ ის იმის გადარჩენა, რომ მას მივიდეს და იცხოვროს მეტი არ. ძალიან დიდი მადლობა. მე მინდა მაყურებელს შევახსენო ჩვენი საკონტაქტო ნომერი, სადაც შესაძლებელი არის დაარეკოთ დასვათ ნებისმიერი კითხვა ამ თემასთან დაკავშირებით და ჩვენი სტუმრები შეეცდებიან პასუხი გაგცეთ. ეს არის 235-33-07, ხოლო შეგიძლიათ გამოაგზავნოთ SMS-ები ნომერზე 933-40, 933-41 და 955-00. ჩვენ როგორც ვიცით, თქვენ მოიტანეთ თქვენი დამახასიათებელი ვიდეო, სადაც აღბეჭდილი არის ამ ორგანიზაციის წევრები, ანუ თავიანთი საუბიდან გამომდინარე და მე როგორც ვიცი, მე მგონი თქვენი დამახასიათებელი ჰიმნი არის, ხო, ამ ვიდეოზე? არა, ეს საიუდილეო ვიდეო არის, რომელიც განმეორებულია და ეს ვიდეო და ის ჩემი აზრით ძალიან კარგად ასახავს იმ გამომდინარეობას, სადაც ორგანიზაცია ექვეყნა ძალიან კარგი. მაშინ მოდით ვანახოთ ჩვენს მაყურებელს ეს ვიდეო და შემდეგ გავაგრძელებთ ჩვენი საუბარი ამ თემასთან დაკავშირებით. თხოვთ ვიდეო. უკაცრავად სანამ ვიდეოს გავუშვებთ, მაყურებელი არის ეთერში, ზარი არის, გისმენთ? ალო, გისმენთ? გამარჯობა, მოგესალმებით ბატონო თარ. გილოცავთ პირველ რიგში კიდევ ერთხელ. თუ შეიძლება ცოტა ხმამაღლა არის თქვენ კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ მე ყველა გადაცემას ვუყურებ თქვენსაც ძალიან საინტერესო თემებზე არის დებატები ყოველთვის და ასე გააგრძელეთ ბავშვებო. მე წარმატებას გისურვებთ, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ. მივესალმები თქვენ სტუმრებს და რაც შეეხება კითხვას. მე ახლა შემოვერთდი, ვინაიდან სამსახურში ვიყავი და სამწუხაროდ ვერ მოვაწარი ანუ თქვენს გადაცემის ყურება თავიდან. ხო და მოკლედ ანუ კითხვა რაში მდებარეობს.
მდგომარეობს. მე მაინტერესებს არის თუ არა აი ისეთი პროგრამები, რომელიც თქვა სიტყვაზე ადამიანს, ანუ ბავშვებს, სტუდენტებს, კერძოდ ეხმარება გასულ პროგრამებთან დაკავშირებით, ოღონდ არ ითხოვდეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ფინანსებს, ან არ იყოს რაღაც ისეთი, ასე ვთქვათ, მიზეზები არ მოგიგონონ იმისა, რომ ყველანაირად ეცადონ, რომ ბავშვი ვერ წავიდეს, ვინაიდან ან თანხა არ აქვს ამისო, ან ცოდნა არ აქვს ამისო. ამასთან დაკავშირებით მე კიდევ მინდა ერთი რაღაც შესწორება გავაკეთო. ბავშვი, რომელიც ითხოვს საზღვარგარეთ წასვლას, სწავლებასთან დაკავშირებით მაპატიეთ, მაგრამ არც ერთმა პროგრამამ, გაზვლითმა პროგრამამ არ უნდა მოითხოვოს რაღაც მაღალი განათლება, იმიტომ რომ მე იქ მივდივარ, რომ ცოდნა შევიძინო და არა გასართობად. და ეს პროგრამები, ანუ საგანმანათლებლო, ანუ ეს პროგრამები ითხოვენ უმაღლეს განათლებას, უზარმაზარ თანხებს. ხო და მე თუ თანხები მაქვს უზარმაზარი და მაქვს უზარმაზარი განათლება, მაპატიეთ, მაგრამ არც თქვენი ამერიკა მინდა, არც თქვენი რუსეთი მინდა, დავჯდები და ჩემს საყვარელს და ჩემს ბედნიერს საქართველოში მივიღებ იმ განათლებას, რა განათლებაც მჭირდება. აი ძალიან გთხოვთ ამასთან დაკავშირებით ისაუბროს თქვენმა სტუმრებმა ბატონოთან და ასე ვთქვათ ამ პრობლემის ხსნა და შედევა თუ შეიძლება ამასთან დაკავშირებით ისაუბროს. აუცილებლად ვისაუბრებ, ძალიან დიდ მადლობას გიხდით, რომ მონაწილეობას იღებთ ჩვენს გადაცემაში. ალბათ კარგი თემა თუ თქვენ უპასუხებდით სტუმრებს. გეტყვით ახავე, როგორც კითხვა, როგორც მივხვდი იყო ის, რომ სტუდენტ როცა განათლების მისაღებად მიდის საზღვარგარეთ, მას უნდა არ ქონდეს ესეთი კრიტერიუმები, როგორც სიტყვაზე დღეს აქვს, მაგალითად მაღალი ენის ცოდნა, მაღალი ფინანსები და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ჩვენ არ უშვებთ სტუდენტებს სასწავლებლად. ჩვენ ვაცხადებთ ვაკანციაზე, როგორც იცით, შესაბამისი კონკურსის საფუძველზე ხდება, ასე ვთქვათ, არჩევა. ჩვენ არ ვარჩევთ ამ ადამიანებს, ჩვენ უბრალოდ შუამავლების სტუდენტებსა და შესაბამის დამსაქმებლებს შორის. ჩვენ, ასე ვთქვათ, ვეძებთ კარგ სტუდენტებს, ვავსებინებთ აპლიკაციებს, უგზავნით ამას ELSA International-ს, ყველა ELSA International თავის მხრივ უგზავნით ამას დამსაქმებელს. ხო, დამსაქმებელი აი ამ სტუდენტებისაგან არჩევს იმ სტუდენტს, რომელიც მას გამოადგება ამ სამსახურში სამუშაოდ. ეს არის ერთი მიმართულება, რასაც ჩვენ ვახორციელებთ, ეს არის სტუდენტთა გასვლითი სამუშაო პროგრამები ხაზს გაუსმევ, ხოლო მეორე მიმართულება, რასაც ქვია გასვლითი სასწავლო ვიზიტები. ეს უკვე კონკრეტულად ხორციელდება ELSA-ლებისათვის, სტუდენტებისათვის და ამ შემთხვევაში არ მოითხოვთ დიდ სახსრებს, ეს არის მინიმალური გადასახადები ამ სასწავლო ვიზიტებში და სტუდენტებს აქვთ საშუალება, რომ გაემგზავრონ, ასე ვთქვათ, ჯგუფი, ELSA ჯგუფი კონკრეტულ ქვეყანაში და აიმაღლონ იქაური ცოდნა და ზუსტად ალბათ ამ ტიპის პასუხისმგებლობა ჩვენი კითხვის მსმენელი, რომელმაც ხაზი გაუსვარო სტუდენტი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს სიტყვაზე მაღალ დონეს. ანუ ამ შემთხვევაში დონე ის რომ ის პრობლემის მაღალ ის იყოს კვალიფიციური იურისტი, ამ შემთხვევაში არა, რა არის ზუსტად ის რომ ჩავიდეს იმ ქვეყანაში, გაიცნოს იქაური სამართლებრივ კულტურას, აიმაღლოს ცოდნა იქაურ ქვეყანაზე, გაიცნოს იქაურ კულტურას და უკვე გაცნობიერებული ერთი კვირის შემდეგ დაბრუნდეს თავიანთ ქვეყანაში. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ წეგან ვიდეო ახსენეთ. ზარის გამო ეს ვიდეო ვეღარ გავუშვით, ამიტომ ეხლა ვნახოთ და ვისაუბროთ ამ ვიდეოსთან დაკავშირებით ისევე. თუ შეიძლება ვიდეო Weird. Fun. Amazing people. Grand. Cult. Diversity. Amazing. Passion. Family. Joy. Amazing. Diversity. Networking. Connecting people. True friends. Strong emotions. Friendship for life. Friendship. Network. Passion. Love.
inspiration, happiness. Diversity. Elsa means everything for me. Everything for me. A just world in which there is respect for human dignity and cultural diversity. დაკავშირებით საუბარს მე მინდა გეტყვით ახლა გადმოვიდეთ თქვენთან ელსას აქვს თუ არა საქართველოს ფარგლებშიც იგივე პროგრამის განხორციელების საშუალება და რამდენად ახორციელებთ მას მოგახსენებთ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო კითხვაა ჩვენთვის, იმიტომ რომ ამაზე გვაქვს პასუხი. იქიდან გამომდინარე, რომ ეს გარკვეულწილად თემასაც ეხებარასაც უკვე დაინტერესებული მაყურებელი რომელმაც დაგვირეკა ეხებოდა, მის საუბრობდა რომ რაღაც კვალიფიკაციებს და რაღაც აკადემიურ, მაღალ აკადემიურ დონეს მოითხოვენ ხოლმე სტაჟირებებზე და ვაკანსიებზე უცხოეთში. სწორედ აქედან გამომდინარე, რომ მეტწილად ეს შეიძლება ეხებოდეს ამ სტეპსაც, სტუდენტთა გაცვლით დასაქმების პროგრამას ევროპაში და იქიდან გამომდინარე, რომ ზოგჯერ პირველ მეორე კურსელებს ნაკლებად აკადემიური მოსწრებით გამორჩეულ სტუდენტებს არ ეძლეოდათ ამ პროექტში მონაწილეობის ამ პროგრამით დასაქმების შესაძლებლობა. ამიტომაც ვიფიქრეთ ელსას წარმომადგენლობამ საქართველოში და შევიმუშავეთ ახალი პროექტი, უკვე ელსა საქართველოს სტაჟირების პროგრამა, რომელიც წარმოადგენს სტეპის ანალოგს, თუმცა ხორციელდება საქართველოს ფარგლებში, ანუ ეროვნული მასშტაბით. ეს პროგრამა არის იმით უნიკალური, რომ უკვე წელიწად ნახევრის განმავლობაში მოახერხა საკმაოდ ბევრი 45 სტუდენტი არ არის, ასე ვთქვათ, ქართული მასშტაბით მცირე რიცხვი 45 სტუდენტის სტაჟირებაზე გაშვება სხვადასხვა ინსტიტუციებში, ძირითადად ეს არიან საადვოკატო ფირმები და საკმაოდ წარმატებული ფირმები, ასევე სასამართლოებში, მაგალითად სააპელაციო სასამართლოში გასულ წელს 15 სტუდენტი წავიდა სტაჟირებაზე და წელსაც გრძელდება ამ კუთხით მუშაობა. შესაბამისად, მინდა ასევე აღვნიშნო და ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს პროექტი უნიკალურია იმით, რომ მაშინ მონაწილეობის საშუალება მხოლოდ აქვს ელსელ სტუდენტებს. შესაბამისად, კონკურენცია არის ძალიან, ასე ვთქვათ, ვიწრო, უფრო, იმიტომ რომ შეიძლება იკითხოს ვინმე, რომ თუ სააპელაციო სასამართლო ისედაც მთავაზობს სიტყვაზე სტაჟირებებს, რით არის მაშინ ეს პროგრამა განსაკუთრებული. თუმცა ამაზე არის ის პასუხი, რომ ამ პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ ვაკანსიაზე, თუნდაც სააპელაციო სასამართლოს მიერ მხოლოდ მონაწილეობას იღებენ კონკურსში ელსელები, იურისტები და შესაბამისად დასაქმებისა და სტაჟირებაზე მოხვედრის შანსები ბევრად იზრდება. ძალიან კარგი. მე მინდა კითხვით გადმოვიდე ბატონო ზურო თქვენთან. თქვენი ორგანიზაცია რითი გამოირჩევა სხვა ახალგაზრდული ორგანიზაციებისგან, თუ შეიძლება რომ გამოვარტოთ ეს საკითხი? კი, აუცილებლად, ასე ვთქვათ, პირველი იმას ვიტყვი, რომ ჩვენ არ ვართ, ასე ვთქვათ, ადამიანები, რომლებიც მხოლოდ სწავლას და განათლებას ვართ ორიენტირებული. ჩვენ პირველ რიგში სტუდენტთა გაერთიანება და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ვიზრუნოთ როგორც სტუდენტს აკადემიურ, ისე სოციალურ ნაწილზე, ამიტომ ჩვენ ერთ-ერთი თავარდებაზეა, რომ სწავლის დროს და გართობის დროს, ანუ მნიშვნელოვანი აკადემიური დღის შემდეგ ჩვენ აუცილებლად თავაზობთ სოციალურ ნაწილს, იმისთვის რომ მან იქნოს სტუდენტური ცხოვრება. რაც შეეხება ჩვენ უნიკალურობას, ჩვენ ვართ ევროპის ორგანიზაცია, შესაბამისად ჩვენ გვყავს 32000 წევრი მთელი ევროპის მასშტაბით და ის რომელიღაც ქვეყანაში არსებობს ელსა და შენ თუ იმ ქვეყანაში მოხვდები და იტყვი შენ ელსელი ხარ, ნიშნავს რომ შენ ხარ მათი ოჯახის წევრი. ანუ თავს უცხოთ აღარ ცნობ იმ ქვეყანაში და შენ უკვე ყავს იქაური მთელი ელსას 400 იქნება 500 ლოკალური ჯგუფის წევრი სტუდენტები, რომლებიც ადარიან რომ გვერდში დაგიდნენ და გადაყვნენ ნებისმიერ საკითხზე, დაგეხმაროთ ნებისმიერ
სამშობლო საკითხში და გაგიმართო ხედა. რაც შეეხება იმ პლუსებს, რაც ჩვენ გვაქვს, ჩვენ როგორც ვახორციელებთ სხვადასხვა ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს და ელსელებს აქვთ მნიშვნელოვანი შეღავათები მასში მონაწილეობის. კითხვა იყო სწორედ ძალიან საინტერესო, რაც მაყურებელმა დასვა, რომ არ გვაქვს დიდი მატერიალური სახსრები, როგორ შეიძლება ამ პროექტში მიიღო მონაწილეობა. ჩვენ გვთავაზობთ სტუდენტებს სტუდენტურ ფასებს, რაც არ აღემატება დღეში 28 ევროს. და 28 ევროში შედის სტუდენტის ცხოვრება მთელი დღის განმავლობაში, კვება, სამჯერადი, ტრანსპორტირება, სოციალური გართობა და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ გვაქვს ლიმიტი და ყველაზე მეტიც ადგილობრივ ელსამ არ უნდა დააწესოს ჩვენ პროექტებში, იმის რომ სტუდენტს კონდეს მატერიალური შესაძლებლობა, რომ ამ პროექტში მიიღოს მონაწილეობა. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენს ეთერში კიდევ მაყურებელი არის, ზარია გისმენთ? Алло, გამარჯობათ. მოგესალმებით პირველ რიგში. მე მინდა მოგილოცოთ ეთერში გასვლა ძალიან საინტერესო თემებთან დაკავშირებით არის დებატები. შევავთართ, შეიძლება თქვენმა სტუმრებმა გაქვთ ეს პასუხი ტელერადიო ჟურნალისტიკის განხრით, ან ტელერეჟისურის განხრით, ან ტელეოპერატორის განხრით თუ არის რაიმე სახის ღონისძიება და ეხება ეს ბაკალავრებს თუ მხოლოდ მაგისტრებს ან რა სახის ან სტუდენტებს შეიძლება რომ ეს შეეხოს ეს გასვლითი პროგრამები და კიდევ ერთი თუ ეს ეხება ასე ვთქვათ ჟურნალისტებს, რეჟისორებს, ტელერეჟისორებსა და ტელეოპერატორებს ძალიან თქოს გამოაცხადოთ თქვენი საკონტაქტო მისამართი რომ მე აუცილებლად დაგიკავშირდებით და გავისაუბროთ ამასთან დაკავშირებით. და რა თქმა უნდა ამასთან დაკავშირებით კიდევ ფასიც და ყველაფერი თუ რა სჭირდება ამ პროექტს. ძალიან დიდი მადლობა თქვენ აუცილებლად მოახერხებთ ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებას. თქვენ პასუხეთ მოდით მაყურებლის კითხვას. პირველ რიგში მინდა აღნიშნო, რომ მან ახსენა შესაძლებელია თუ არა სხვა პროფესიის ადამიანებისთვის, მაგალითად ადამიანებს, რომლებიც მედიაში არიან დასაქმებულები, ვინაიდან იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ევროპის იურის სტუდენტთა ასოციაცია, მაშინ მხოლოდ იურისტები იღებენ მონაწილეობას და მის პროექტებშიც. რაც შეეხება მედიასთან დაკავშირებულ პროექტებს, მე უკვე აღვნიშნე, საერთაშორისო ეს არის ელსას საერთაშორისო ფოკუს პროგრამები, რომელიც არჩევა ელსას საერთაშორისო საბჭოს ხდომებზე აქტუალურ თემებთან დაკავშირებით და ამ წლისათვის ივლისიდან უკვე ძალაში შევა პროექტი თემატიკა, რომელიც არის მედია სამართალი და შესაბამისად გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩატარდება პროექტები საერთაშორისო ელსას მასშტაბით, ანუ ელსას წევრ ქვეყნების მასშტაბით, პროექტები, რომლებიც შეეხება მედია სამართალს და სხვადასხვა მედია სამართალთან დაკავშირებით, სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით ჩატარდება ეს პროექტები. ამას გარდა მან ჩვენმა ასე ვთქვათ მაყურებელმა აღნიშნა ეს საერთაშორისო დონეზე როგორ იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით. მინდა აღვნიშნო, რომ საერთაშორისო დონეზე არის პერიოდულად ცხადდება სხვადასხვა კონფერენციები, სამართლის სკოლები და ასე შემდეგ, რომელიც შეეხება მედია სამართალთან. ზოგადად იკითხა მაყურებელმა. ჩავე დავამატებ თუ შეიძლება. მედია სამართალი რას გულისხმობს? ანუ ჩვენ ვართ იურისტები და ვახორციელებთ იურიდიულ პროექტებს, მაგრამ დაინტერესებულ იგივე ოპერატორს, იგივე ჟურნალისტის სფერო შეუძლია თუ აინტერესებს ეს სფერო მიიღოს მონაწილეობა. ამ შემთხვევაში ერთადერთი მინუსი რაც მის მონაწილეობას აქვს, ეს არის რომ მას მონაწილეობის გადასახადი ეძდება. თუ ელსას წევრის 28 евро არის, მნიშვნელოვანია რომ არა ელსას წევრი, ანუ ოპერატორი, რომელიც არ არის იურისტი, ვერ იქნება ელსას წევრი. ხო, ანუ შესაბამისად მას ექნება დაახლოებით 40 ევრომდე გადასახდელი, მაგრამ მას ჩვეულებრივ აქვს მონაწილეობის საშუალება, ისევე როგორც ჩვეულებრივ დაინტერესებს სტუდენტს. უბრალოდ ოდნავ ასე ვთქვათ ძვირად მოუწევთ გადასახადი ერთ დღეში? დღეში, ხო. ეს და ხარის ერთ დღეში გადასახადი. ევროპის მასშტაბით. ეს საერთაშორისო პროგრამა საცხოვრებელი არ შემიგე, რაც შეეხება ეროვნული ამ თანხაში შედის ყველაფერი. აბსოლუტურად ყველაფერი და თავს დავდებ რომ მაღალი დონის გართობას არ ღამოს ამავე თანხაში ყველაფერი მოსწონთ ახალგაზრდებს. დიახ, იმიტომ რომ დავნიშნე, რაც შეეხება უკვე ეროვნულ დონეზე პროექტებს ძალიან სამწუხაროდ და ხშირად როცა ხედავენ ჩვენ საქმიანობას სხვა პროფესიის წარმომადგენლებიც ინტერესდებიან ხოლმე და გამოთქვამენ თავიანთ რაღაცნაირად გულის ტკივილს და წყენას იმასთან დაკავშირებით რომ ეს ასოციაცია არის მხოლოდ იურისტებისთვის და შესაბამისი ასოციაციები მათ პროფესიაში არ არსებობს. ამაზე პასუხი არ გვექნება ეხლა ისეთი მისასალმებელი რომ უბრალოდ ეს იურისტებისთვის არის მართლაც, თუმცა გვაქვს ხოლმე ისეთი პროექტები რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ასევე სხვა პროფესიის წარმომადგენლებს
წარმომადგენლებსაც, მაგალითად, თამთამახსენე აბორტის თემაზე პროექტი, რომელიც განახორციელდა იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან საკამათო თემა არის საზოგადოებაში ამ ბოლო დროს აბორტის საკითხი და მაშინ მონაწილეობის მიღება ასევე შეძლოთ მედიკებს, ფსიქოლოგებს, რელიგიის, თქვა რელიგიით დაინტერესებულ პირებს. ასევე მინდა აღნიშნო ერთ-ერთი ძალიან გახმაურებული და ბრენდ პროექტი, ეს იყო იმიტირებული პროცესი ნაფიც მსაჯულების კუთხით, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეეძლოთ ნაფიც მსაჯულება და არა მარტო იურისტებს, არამედ აბსოლუტურად ნებისმიერი სხვა პროფესიის წარმომადგენლებს, იმიტომ რომ რეალობაშიც ესეა, რომ ნაფიც მსაჯულები არ შეიძლება იყვნენ იურისტები. ასევე მე მაინც ვთვლი საჭიროდ რომ გამოვაცხადოთ ჩვენი მისამართი, ალბათ უკა იტყვის ამას, რომ ნებისმიერი დაინტერესებული პირი მაინც შეგვეხმიანებს. მოკლედ, ასე ვთქვათ, ჩვენ საქმეებთ სხვადასხვა დონეზე, როგორც თქვი. თბილისში დღეს გვაქვს ორი ოფისი. პირველი ეს არის ჩვენი პარტნიორი უნივერსიტეტში, რომელიც გენერალური პარტნიორი ჩვენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 0-იან სართულზე 001 აუდიტორია. შესაბამისად დაინტერესებული პირებს შეუძლია გვეწიოს, ანუ დილის 11 საათიდან 6 საათამდე ოფისი ყოველთვის ღიაა და მზად არის მიიღოს ნებისმიერ დაინტერესებული პირი და გასასამწუხარო პასუხი ნებისმიერ კითხვაზე. ასე ვმუშაობთ შაბათს 3 საათამდე, ხოლო მეორე ოფისი უკვე ახალი პარტნიორი ჩვენი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დახმარებით გაიხსნა ილიას უნივერსიტეტში. ასე ვთქვათ, ოთახი ახლა მომზადების პერიოდში არის და ძალიან მალე ოფიციალურად გაიხსნება ოთახი ჩვეულებრივ ასე ვთქვათ ყოველდღიური ფუნქციონირება. ესე იგი, ადამიანს, რომელსაც დასჭირდება თქვენთან მოსვლა და რაღაც საკითხთან დაკავშირებით მიღება და ესე ვთქვათ, თაკვალიანება, ესე იგი, მოგაკითხავთ გამოაცხადა ბატონო ზურაბმა. მარტივი საშუალებები, ეს არის ვთქვათ ონლაინ რეჟიმში ინტერნეტ შეგვიძლია საშუალება. რა თქმა უნდა, ჩვენი ოფიციალური ვებგვერდი არის www.elsa.g, როგორც გვესმის. და ასევე სოციალურ ქსელშიც ძალიან აქტიური და წარმატებული გვერდი, პეიჯი, ასევე ელსა ჯორჯეთის შეგიძლიათ რომ მადლობა. ასე რომელსაც ვისაც დაგჭირდებათ რომ გაგიწიოთ დახმარება, აუცილებლად მიაკითხეთ. ასევე ერთ ვიტყვი, სოციალურ ქსელებში გვაქვს გვერდი ელსა ჯორჯია და ასევე ჩვენ ლოკალური ჯგუფი ელსა თბილისი, რომელიც ძალიან აქტიური არის და ნებისმიერი კითხვა, რომელიც იქ დაისმება, დაახლოებით 9 საათის ფარგლებში იქ პასუხი გაიცემა, ანუ იმდენად ოპერატიულად მუშაობს ეს გვერდი, რომ ნებისმიერ თქვენი შეკითხვა აბსოლუტურად ოპტიმალურ ვადაში იქნება დაგმართულებული. ძალიან დიდი მადლობა. მე ასევე მინდა თქვენ კითხოთ ბატონო ირაკლი, საუბრის დასაწყისში ჩვენ ვახსენეთ სტუდენტური პროგრამების გასვლა. თუ შეგიძლიათ რომ უფრო კონკრეტულად დაუხსნათ მაყურებელს ეს რა პროგრამების გასვლაზე არის საუბარი? კი ბატონო, დიდი სიამოვნებით, ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სფერო არის ელსაში. მე უბრალოდ აღნიშნავ იმას, რომ თავარია ჩვენ მე ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ ის ვაკანსიები, რაც მთელი ევროპის მასშტაბით ცხადდება, არის მხოლოდ ელსას წევრებისთვის. და არა ვთქვათ, რაც იგივე საქართველოსში, რომ ვთქვათ, ხო შეიძლება სხვა შემომთავაზოს იგივე სტაჟირება. ეს არის მხოლოდ ელსას წევრებისთვის, შესაბამისად კონკურენცია არის პირველ რიგში დაბალი. როგორ ხდება ეს? ჩვენ ხშირად შეგვხვედრია სტუდენტი, რომელსაც ქონია რაღაც პროტესტის გრძნობა, რომ აი თქვენ არჩევთ ამ ვაკანსიაზე, განიხილავთ ამ აპლიკაციებს და მე თქვენ არ გენდობით. ჩვენ არ მიხილავთ ამ აპლიკაციებს, როგორც ზურამ თქვა, ჩვენ ვართ მხოლოდ შუამავლები ამ შემთხვევაში. ჩვენ სხვადასხვა ქვეყნებში ვეძებთ ვაკანსიებს სტუდენტებისთვის, შემდეგ ვაცხადებთ, ვავრცელებთ ამ ვაკანსიებს, ღებულობთ აპლიკაციებს, მათი განხილვის გარეშე ვუგზავნით საერთაშორისო გამგეობის ოფიცრებს და ისინი ავტომატურად ისევ განხილვის გარეშე უგზავნიან დამსაქმებლებს და უკვე დამსაქმებელი თავად არჩევს CV-ით, მოტივაციით და ასე შემდეგ სხვადასხვა კრიტერიუმებით. ყველა დამსაქმებელს თავისი კრიტერიუმი აქვს და შესაბამისად ძალიან მარტივი სტრუქტურაა და წეხანაც თქვი და ახლაც აღნიშნავ, რომ ეს აბსოლუტურად რეალურია ნებისმიერი სტუდენტისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ უკვე 5 სტუდენტი დავასაქმეთ, 5 ქართველი სტუდენტი დავასაქმეთ და 5-ვე უკვე წარმატებით გადის ამ სტაჟში. ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახლოვთ, ამიტომ მე მინდა ბოლო კითხვა დაგისვა და რაც შეიძლება კონკრეტულად გავსვათ პასუხი. იმ 5 სტუდენტთან, რომელიც ირაკლი მახსენა, საზღვარგარეთში არიან წასულები, როგორც მე გავიგე. ამ 5-დან თუ დაურეკავს რომელიმეს რაღაც პრობლემასთან შექმნის დაკავშირებით და თუ გაგიწევიათ დახმარება? გეტყვით, ახლა ერთადერთი შემთხვევა რაც იყო, ამ 5-დან თვითონ უშუალოდ პრობლემა არც არ შექმნა, იმიტომ რომ ადამიანი რომ იქ ჩადის უკვე იქ ასე ვთქვათ, სრული პაკეტი ხდება, სრული მომსახურების პაკეტი, რომელსაც უკმაყოფილო არც ერთ სტუდენტი არ დაბრუნებულა. ერთადერთი შემთხვევა რაც იყო ის იყო, რომ დამსაქმებელს ვაკანსიის ამ 5-ից გარდა, როცა ქართველი სტუდენტი აირჩია კონკრეტულ ვაკანსიაზე, დამსაქმებელმა შეუცვალო პირობები და მოითხოვა ხელფასის შემცირება.
რადგან ბიუჯეტი არ გვაქვს გათვალისწინებული და ერთი ესეთ შემთხვევა იყო, როდესაც მხარეები civilურად შეთანხმდნენ სტუდენტზე იყო. ეს სტუდენტზე ხოლმე ერთ-ერთი გამონაკლისი იყო, მხარეები civilურად შეთანხმდნენ და მოგვარდა ის პრობლემა, რომ თლიანად ასე ვთქვათ, ქართულ სტუდენტი არ დათანხმდა და შემდგომ სხვა სტუდენტი აიყვანა. ანუ ერთადერთი ესეთი შემთხვევა შეიძლება იყოს, მაგრამ ეს მინიმალურ დონეზე დაყვანილი. ერთგვარი კარგი მხარე ამ პროგრამის ასევე ისაა, რომ გარკვეულვადით მართალია უშვებთ და როგორც რაკიმ აღნიშნა, 2 კვირიდან იწყება სტაჟირებების ვადა და 1 წელი და მეტიც გამონაკლისის შემთხვევაში შეიძლება გაგრძელდეს. თუმცა თვითონ ამ პროგრამის მოქმედების პრაქტიკაში აღმოჩენილა ისეც, რომ დამსაქმებელი იმდენად, ასე ვთქვათ, მოხიბლულა თავისი სტაჟიორით, უცხოელი სტაჟიორით, რომ მისთვის შეუთავაზებია დარჩენა იქ სამუშაოდ, გაუგრძელებია უკვე არა სტაჟიებისა და არამედ უკვე დასაქმებულა, ასე რომ ჩვენ ვთვლით, რომ ქართული სტუდენტების მსგავს წარმატებას აუცილებლად მიაღწევს. კონტრაქტი ბრიუსელში დატოვეს და ეხლა რამდენიმე სტუდენტი მიმდინარე სტაჟირებას გადის და იმედია, რომ მათგანაც ესეთ კარგ ამბებს გავიგებთ. ძალიან დიდ მადლობას გიხდით სტუდიაში მოგზაურობისთვის. ჩემი აზრით, ნამდვილად საინტერესო გადაცემა იყო ახალგაზრდებისთვის და სტუდენტებისთვის. ჩვენ სულ ცოტა ხნით გემშვიდობებით და აუცილებლად შეგხვდებით ისევე საინტერესო გადაცემებით. კარგად ვწანდებოდეთ.